გაეროს რეზოლუცია უკრაინის შესახებ ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში. ამ სახელწოდების დოკუმენტს მხარი 79-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ დაუჭირა. 16 წინააღმდეგ წავიდა, 73-მა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ უკრაინის ტერიტორიების, მათ შორის ყირიმის ძალის გამოყენებით მიტაცება უკანონოა და საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ასევე ადასტურებს, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კონტროლი მის საერთაშორისო და აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის მის ტერიტორიულ წყლებში უკრაინისთვის დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს. გაერო ღრმად შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთი არ ასრულებს გაეროს სისტემის საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებს. ორგანიზაცია გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომს და უკრაინის ტერიტორიის ნაწილის, მათ შორის ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ სევასტოპოლის, ასევე ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების გარკვეული ტერიტორიების დროებით ოკუპაციას. რეზოლუციაში ვკითხულობთ. საოკუპაციო ძალა არ იცავს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ვალდებულებებს და ხელშეკრულებებს, რომელთა მხარეც უკრაინა არაც ზღუდავს უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლების შესაძლებლობას, რომ ისარგებლონ ადამიანის უფლებებით და ფუნდამენტური თავისუფლებით. დოკუმენტი ეფუძნება რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისიის დასკვნებს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებითი გაუჩინარებისა და წამების შემთხვევებს ადასტურებს. გაერო გმობს რუსეთის უარს გატაცებული და ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელების ბედის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით. ასევე მოუწოდებს რუსეთს უზრუნველყოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შეუფერხებელი წვდომა იმ ადგილებში, სადაც იმყოფებიან ტყვეები. გაერო ასევე მოითხოვს, რომ რუსეთმა განახორციელოს ტყვეების სრული გაცვლა და გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია და გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან. რეზოლუციის მხარდამჭერებს შორის თურქეთიც არის. სომხეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, აზერბაიჯანს კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს თურქეთმა, ბელორუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, ჩინეთმა, ირანმა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ, კუბამ, ერიტრეამ, მალიმ, ნიკარაგუამ, ნიგერიამ, სუდანმა, ზიმბაბვემ და ეკვადორულმა გვინეამ. ჩვენთვის რაც მიუღებელია, ეს არის საქართველოს დამუნათება მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებს აქვს სრული მანევრირების სრული სივრცე მიცემული და რა თქმა უნდა ჩვენ ხედავთ ორმაგ სტანდარტს მაშინ, როდესაც საქართველო უამრავი გამოწვევის მიუხედავად, რომელიც ქვეყანას უდგას ოკუპაციის, უსაფრთხოების და სხვა მიმართულებებით, დიდი რისკის ფასად, საკუთარი რისკის ფასად ჩვენ მაინც გვერდში უდგავართ უკრაინის მოსახლეობას, უკრაინელ ხალხს და ყველანაირი კრიტიკა მიმართულებით საქართველოსთან დაკავშირებით, ეს არის არაუბრალოდ ორმაგი სტანდარტი, ეს არის მორალური თუ სხვა გადმოსახედიდან მიუღებელი, არ შეიძლება ერთი და იგივე თემატიკაზე სხვადასხვა ქვეყანას ამუნათებდე და ერთ ქვეყანას ამუნათებდე და მეორე ქვეყანას პირიქით სრულ სივრცეს აძლევდე. აბსოლუტურად ყველაფერში გვერდში უდგავართ საერთაშორისო პლატფორმაზე, ასევე ისიც უნდა შევახსენოთ ჩვენ საზოგადოებას, რომ 30,000-მდე უკრაინელი შევიფარეთ, დაუნიშნეთ სოციალური დახმარებები, ბავშვებს გავუხსენით სასწავლებლები, ჰუმანიტარული დახმარებით, ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე ვართ მსოფლიო მასშტაბით. ერთადერთი რაშიც ჩვენ ასე ვთქვათ არ დავეხმარეთ, ჭყალებში რო ვთქვათ, არის ის, რომ სადაც ჩვენი საომარი არ არის, იქ ჩვენ არ ვიომეთ, თორე როდესაც ჩვენი საომარი არის, გადახედონ ჩვენს ისტორიას, არავის მითითება და რჩევა ამაზე ჩვენ არ გვჭირდება და უკან არასდროს არ დაგვიხევია. უბრალოდ ვერ გავხსნიდით მეორე ფრონტს იმისათვის, რომ მათთვის შეგვემსუბუქებინა რაღაცა რიგი საკითხები. ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებთ და ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ყველა ქვეყანა ასე იქცევა, ასე რომ მე სხვა ქვეყნების გადაწყვეტილების განხილვაში ვერ შევალ. გასაკვირი საქართველოს პოზიცია მხოლოდ ერთი რამის გამო შეიძლება იყოს. გასაკვირი იყოს იმის ფონზე, თუ როგორ მტრულ პოლიტიკას აწარმოებს უკრაინის ხელისუფლება და პრეზიდენტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, უკრაინის პრეზიდენტის ამ ქართველი ხალხის წინააღმდეგ უკრაინის პრეზიდენტის ამ მტრული პოლიტიკის ფონზე შეიძლება ვიღაცას გაუკვირდეს, რომ რატომ იქცევა მაინც საქართველოს ხელისუფლება ასე და მხარს უჭერს ამგვარ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ ჩვენი საზომი არ არის ზელენსკი, ჩვენი საზომი არის უკრაინელი ხალხი, რომელსაც გვინდა რომ გვერდში დაუდგეთ.